მოგესალმებით, მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ადამიანებო, ვინც უყურებთ ჩვენს არხს და ცდილობთ, რომ კარგი კომენტარები დაწეროთ, შეაფასოთ ჩვენი ვიდეოები და არ გეზარებათ ელემენტარულად დალაიქება და დასაბსკრაიბება. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი мотивация ჩვენთვის, პირადად ჩემთვისაც და ელემენტარულად ძალიან გვეხმარება YouTube არხის პოპულარიზაციაში. პირველ რიგში ვიტყვი კომპანია Drive Motors-ზე. Drive Motors-ი გახლავთ ავტოსერვის ცენტრი, რომელიც არის არხის წარმოდგენელი და გენერალური სპონსორი. ასევე მინდა ვახსენო Car4U Auto Import-ი, რომელიც არის იმპორტიორი კომპანია, ძალიან კარგი კომპანია და წინა ვიდეოშიც ვახსენე. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Car4U Auto Imports, რომ ჩვენ YouTube არხს გვერდში უდგას და ასევე აკეთებს ძალიან კარგ საქმეს. რაც შეეხება ნადირობის სეზონის გახსნას, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას. პირველ რიგში გისურვებთ უსაფრთხო ნადირობას, რაც ყველაზე მთავარია და შემდეგ უკვე დანარჩენი არის ეს შედეგიანი ნადირობები, წარმატებული ნადირობები და მრავალფეროვანი ნადირობები და ასე შემდეგ. რაც შეეხება სეზონის გახსნამდე დაფიქსირებულ ფაქტებს, ძალიან მწუხართ ამაზე, რომ ადამიანებმა ელემენტარულად ვერ მოითმინეს. სრულწლოვანი ადამიანი რო ხარ და ელემენტარულად არ შეგიძლია მოითმინო და მოთმინების უნარი არ გაქვს. კი, ყველა ველოდებით და ყველას უხარია, ხო, ეს არის მონადირეების ახალი წელი, მაგრამ ეს არის მონადირეების ახალი წელი და არა თქვენი ახალი წელი, რომლებიც სეზონამდე რაღაც მაიმუნობთ და მანუკებით ნადირობთ და ასე შემდეგ. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და მიმართავ ზუსტად აი ეგეთ ადამიანებს რა. ზოგადად ადამიანის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, რომ ის თელი ცხოვრება ბრაკონიერი და ეგეთი უვარგისი იქნება. იყო დრო, როდესაც თუნდაც მათ შორის მეც, ხო, უნდა განათლება არ იყო მაშინ ესეთი ვიდეოები, რასაც ახლა ვაკეთებთ, ხო, რასაც ახლა თქვენ უყურებთ ტელეეკრანებზე, ხო? ესეთი ვიდეოები მაშინ არ მოიპოვებოდა. მაშინ ტელეფონიც კი არ არსებობდა. შესაბამისად, არ იყო განათლება, არ იყო ცნობიერების დონე ისეთი მაღალი, როგორც შეიძლება იყოს ამ ეტაპისთვის. ანუ შეუძლია ადამიანს მიიღოს განათლება. შესაბამისად, მონადირის ცნობიერების დონე ამაღლდება. არ ვამბობ, რომ საქართველოში დაბალია მონადირების ცნობიერების დონე, რადგან თუნდაც ჩემი არხი, თუნდაც მარლენიზა გოგას არხი და დანარჩენი სხვა იუთუბერები, ვინც აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, ეს არის უფასო გაკვეთილი და უფასო წიგნი და უფასო პრაქტიკა, რაც ჩვენ გამოვიარეთ და შეგვიძლია გაჩვენოთ თქვენ ეკრანებზე და ძალიან მარტივად ელემენტარულად აითვისოთ, ვთქვათ, როგორ ადგილებზე ინადიროთ, რა ტანსაცმელი უნდა გამოიყენოთ. დედას ვიცავ, რეზინის ვალინგები მეცვა და იხსნე მივდიოდი მინუს ყინვებში. ანუ საშინელება იყო, ხო? ეს ადამიანისთვის არ შეიძლება, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი ამაზე კარგი თუ რამე არსებობდა. რეალურად არსებობს და არის საკმაოდ ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ნადირობის ამბავს, ძალიან კარგი ნადირობა გამოგვივიდა, ჯავახეთში ვიყავით წასულები, ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ვიყავით წასული მეგობრებთან ერთად და გავატარეთ ძალიან კარგი დასამახსოვრებელი დრო. ჩავედით 22 აგვისტოს, დაუბანაკდით სასტუმროში და შემდეგ საღამოს გასერნება გავაკეთეთ, გვინდოდა ადგილი შეგვერჩია დილის ნადირობისთვის. საკმაოდ წარმატებული საღამო აღმოჩნდა, მინდა გითხრათ, კარგი მინდორი ვნახეთ, სადაც ხალხი არ იყო და იმედი გქონდა, რომ დილითაც იგივე სიტუაცია იქნებოდა. გაგვიმართლა, გათენდა დილა, დავიწყეთ ნადირობა და მართლაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ 10 ადამიანი, ვინც წავედით თბილისიდან, მხოლოდ ის ადამიანები აღმოჩნდით მინდორში. დავიწყეთ ნადირობა. ძალიან კარგი და შედეგიანი ნადირობა გამოგვივიდა, ყველა კმაყოფილი იყო. და დანარჩენს პრინციპში ნახავთ ვიდეოში. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ჩაუჯექით, არ გადაახვიოთ და ისიამოვნეთ საინტერესო კადრებით.
25-2026 წლების ნადირობის სეზონი იხსნება. ეხლა გამოვედით თბილისიდან. და ბატონი ვაჟა. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონი ვაჟა. აგიმარჯვეთ ყველას მოგესალმებით. ესე იგი დღეს არის ხვალარი ახალი წელი. შემთთვის ახალი წელი. 1 იანვარს არ ცნობ. აგვისტოს 15 რიცხვის მერე პირველი შაბათი რომელი დღეს და რიცხვის აემთხვევა ეს არის ბატონი ვაჟასთვის და ჩვენთვის ახალი წელი. ულოცავ ყველა ნადირეს და უსურვებ ყველას კარგ ნადირობას და უსაფრთხო ნადირობას. ნამდვილად ყველას შვიდობიანად ვენადიროს. გამოვედით თბილისიდან, მივემართებით ძალიან ვეღარ ადგილას, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიტყვით და ინკოგნიტოდ დავტოვებთ. ყავს წელს ჩემი ვაჟას ერთი ახალი და ჩვენი ყველასი ახალი მეგობარი ბატონი როგი წელს პირველი არის მაგისტრის სეზონი, რომელსაც აქვს წინვალე მონაცემები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შესანიშნავად გვანადირებს. ასე რომ ჩვენი ექსპედიცია მიემართება დანიშნულების ადგილისკენ. რაც შეეხება ეს არის ირაკლი წვერავა ბატონი და ჩვენი მეგობარი გიორგი. ასე რომ ძალიან მალე შემოგთავაზებთ სუპერ ვიდეოებს. დაგველოდეთ ამადროებით და ყველას ამადებულ ნადირობას მისურვებთ. შევხვდებით დიდ მოედანზე. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 22 აგვისტო და რას ვაკეთებთ? მივდივართ სანადიროდ. ოღონდ დღეს არა. დღეს მივდივართ ჯავახეთში, მე და გიორგი. სალამი ყველას, წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას. წარმატებები ყველა წესიერ მონადირეს. დღეს მივდივართ ჯავახეთში. დავბანაკდებით, ძაღლებს გავასეირნებთ, რა თქმა უნდა უიარაღოთ და ხვალ დილიდან დავიწყებთ უკვე ნადირობას. წყერზე ხსნით სეზონს, ჩვენ მივდივართ მიზანმიმართულად წყერზე და იმედია კარგი სეზონი იქნება. აპრილისიდან ძაღლებს ვატარებ ძალიან სისტემატიურად ბუნებაში და ძალიან ჭარბად არის ბუნებაში ფრინველი, ძალიან მახარებს, ერთ-ერთი კარგი სეზონი იქნება ფიქრობ და იმედია ეს სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. შემოდგომაზე რა, ქათმის სეზონზე ქათამი კარგად იქნება, იხვის სეზონზე იხვი კარგად იქნება და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ ბევრი მცდელობა უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავიზაროთ, ხშირად უნდა ვიაროთ ბუნებაში, ხშირად უნდა ვატაროთ ჩვენი 4 ფეხა მეგობრები, რომ კიდევ უფრო კარგი და შედეგიანი სეზონი გქონდეს, თორე ზოგი არის წელიწადში 3 გავა, იტყვის არ არის მწყერი, არ არის იხვი. ძალიან ბევრჯერ ყოფილა მივსულვართ იმ ხელა გზაზე და არაფერი არ დაგხვედრია, მაგრამ რაც უფრო ბევრჯერ ცდი, მით უფრო მეც შეიხვედრებ. ეხლა ვართ ჩვენ ალგეთში, ავიღებთ ხორცს, წვადები უნდა შევწვათ დღეს. ღამის 12 საათს რო გადაცდება, უნდა აღვნიშნოთ მონადირეების ახალი წელი. ფარავნის ტბაზეც მოვედით, ულამაზესი აქაური ბუნება, ძალიან მიყვარს. სხვათა შორის ზოგადად წალკაც ჯავახეთს მიეკუთვნება, მაგრამ პირადად ჩემთვის აი როდესაც ფარავანს მოვახლოვდები ხოლმე, აი მაშინ მეწყება განცდა რომ ჯავახეთში შევდივარ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აქაურობა, აქაური ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რელიგიისთვის. ხო, შემოგვიერთდა დიმა და პაატაძია, ეგენი ჩვენთან ერთად იქნებიან. ამ 3 დღის განმავლობაში სასტუმრო დაჯავშნილი გვაქვს. ხო და
დღეს საღამოს გადავხედავთ ტერიტორიებს, შევისწავლით კარგად ყველაფერს და დანარჩენს ვიხილავთ უკვე დილას, როდესაც დავუწყებთ ნადირობას და გავხსნით ერთად სეზონს. სხვათა შორის ძალიან ბევრი მონადირე ჩემი საძმაკაცოდან ჯავახეთში ხსნის სეზონს და ძალიან ბევრს გადავეკვეთები იმედია და ღმერთის წყალობით ყველა შეიხვედრებს ფრინველს, რომ ამხილა გზაზე გაიღო ხარჯი ელოდა მთელი წელი სეზონის გახსნას და შეიხვედრებს იმდენ რაოდენობას, რამდენიც საკმარისი იქნება. უკან მოყვება რეზი და ვაჟა, შემდეგ დიმა და პაატა და აქ ვართ მე და გიო. გიო სხვათა შორის ცხერზე პირველად ინადირებ ბერეტათი, თან კამუფლირებული ბერეტათი და ძალიან საინტერესო იარაღი გამოგივიდა და სხვათა შორის მინდა გითხრა საქართველოში მხოლოდ შენ და რეზის გაქვთ ეგეთი კამუფლირებული მაგფერში კამუფლირებული იარაღები. მოკლედ შალვას უთხრეს რომ ექსკლუზივი უნდა იყოს ჩვენთვისაც სხვას არავის არ გაუკეთო, ხო და მოკლედ ძალიან საინტერესო იარაღებით გვიწევს ნადირობა და ჩემს იარაღს რაც შეეხება მე ვინადირებ иж 27 ეთი. ეს არის საბჭოური иж 27 1977 წელს გამოშვებული იარაღი საექსპორტო ეჯექტორებით. ძალიან საინტერესოა და სხვათა შორის შევიძინე იყო უხმარ მდგომარეობაში. ანუ ხო არის რომ შეიძლება თქვა ახალივით და ასე შემდეგ. ეს იყო გაუსროლელი, ძალიან გამიმართლა და მოკლედ ძალიან კარგი საჩუქარი გამიკეთა ჩემმა სიდედრმა დაბადებისას. მაგარი, ნამდვილად. კი ბატონო. მოკლედ ყველაფერი გვიწყობს ხელს რომ წარმატებული ნადირობის სეზონის გახსნა გავაკეთოთ. დანარჩენს ხილავთ უკვე ვიდეოს მიმდინარეობაში. აბა წავედით. საღამოშვიდობისა მეგობრებო, დაუბანაკდით სასტუმროში. საღამოს ძაღლები გავატარეთ, ვიპოვეთ ლოკაციას, სადაც ვინადირებთ. 1 საათში უკვე გახდება 12 საათი, დღეს არის 22 აგვისტო და ეს იმას ნიშნავს, რომ 1 საათში ხდება ჩვენი ახალი წელი. 1 საათში ჩვენი ახალი წელი, ხო, მოდის ჩვენი ახალი წელი. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო მაყურებელს ესეთი აქტიურობისთვის, ძალიან დიდი კომენტარები წამოვიდა ჩვენ როდესაც თბილისში წავედით და ჩეკინი გავაკეთეთ, რომ მივდიოდით ჯავახეთისკენ და ამ ყველაფერში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩვენს ერთგულ მაყურებელს და წარმატებები მინდა უსურვო თითოეულ თქვენგანს და ყველა მონადირეს, ვინც უყურებთ ახლა ჩვენს ეკრანებს. დღეს ნახეთ ბიჭებო ძალიან დიდი რაოდენობით მწყერი, რაც ძალიან სასიხარულოა, კი, ძალიან სასიხარულოა და ვიპოვეთ ისეთი ადგილი, მოგეხსენებათ ზოგადად, როდესაც ნადირობის სეზონი იხსნება, მოჭარბებული და მოზღოვებული მონადირეები არიან ზოგადად ყველა ტერიტორიაზე, რა და იმედია ხვალ გაგვიმართლებს და შევალთ და ვინადირებთ იმ ადგილებში, სადაც გვაქვს გეგმად დასახული ნადირობა. აბა, რას დავამატებთ? ჩვენ დღეს ისეთი ადგილი შევარჩიეთ, ხო? ნუ ჩვენს გადა არ უნდა რეცის. ხო. ჯერ იქ არც მონადირეს ფეხი არ დაუდგავს. კი ბატონო. ჩვენ დავატკით პირველი ფეხი. კი ბატონო. პირველი ადამიანი. ესე არის. ხო. მე ვფიქრობ რა. კარგი იყო ძა. კი, იმდენი ვაზნები გვაქვს წამოღებული. ნეტა ყველა გვასროლებს. წარმატებული და მშვიდობიანი ნადირობა უსურვოთ. ყველა კეთილ პატრიოტსანი მონადირეს. კი, წარმატებული მშვიდობიანი ნადირობა. გაიხარა. მრავალი ესეთი სეზონის გახსნის ახალ წელს დაგვასწროს ღმერთმა ყველა ერთად. გაიხარა. მადლობა პატაძია რომ ჩვენთან ერთად ახარ. პატა არის დიმას მამა, ჩვენი კლუბელის მამა არის და ძალიან სასიხარულოა, მოკლედ ხვალ მამაშვილი ინადირებს გვერდ მინდორში. ეს ძალიან აღსანიშნავი არის სხვათა შორის. პირიქით მადლობა თქვენ რომ არსებობთ, ეს კლუბი რომ დაარსეთ და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და ღმერთმა ხელი მოგიმართლა ამ საქმეში და წარმატებები და კარგია რომ ეს კულტურა ვითარდება საქართველოში. ზოგადად ნადირობის კულტურა და არა ხარზე თოფი მოიგდე და წახვედი და აბრახუნე მართალი ბრძანდები. გავიზელება ამ თემის. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ქართველ ახალგაზრდებს. ვინადიროთ, დავანებოთ რაღაცა სულ მავნეჩვეებს თავი და მოვაფეროთ ერთმანეთს. გაიხარა. ბუნებასთან ურთიერთობა და ერთმანეთთან ურთიერთობა ყველაზე კარგია. ასე გავაგზავნოთ ეს ჯობია ყველაფერს დამიჯერეთ რა.
ჩვენი ვახშამი გამოგვივიდა, მინდა აღნიშნო, მონადირული სუფრა ქონდა წერან გაკეთებული სასტუმროსთან ახლოს და ეხლა ნენელა დავბინავდებით საწოლებში ნატილას ავდგებით და წავავდებით. ერთი მასა შევეხო. ხო. იცი რა თქმა შევეხო. ჩვენ შარშან ნადირობდით ერთი ძაღლით 3 თუ 4 კაცი. კი ბატონო, ეგრე იყო. იცი რატომ მე ამას ძალიან ამოფხშირად ირაკლი, იმიტომ რომ როკი ჩემი ძაღლია და არ შევმართვად ბიგერძეობაში. ერთი სულიერ ყოჟას ოდის ძალიან მიხარია, მართლა დედასპიცა ვარ რა. ეს გინდა აჩვენე გინდა. აუცილებლად. ძალიან მიხარია, იცი რატომ მიხარია, რომ აი შარშან დედასპიცა ვარ, მე რეზი და ირაკლი დავდიოდი. და ლევან 4 კაცი. ძალიან კარგად ვინადირეთ და ირაკლისი გვერდში დგომით ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და ძალიან ბევრი რამე ვასწავლე ძაღლს და ჩავდე დიდი შოვა მართლა ძაღლში. დიდი შოვა. ძალიან დიდი შოვა. ამ გამოდის რომ მე და როკის წელს წყლის სეზონზე დებიუტი ვარ. დემიუტანტები ხარ გიო. ვეცდებით რომ არ შეგარწმინოთ. მართლა უმორის გარეშე რა. აი ვაფშე არ ვისვლი არა, ოღონდ იმან ინადიროს რა. ჩემთვის ინადიროს, მისთვის კი არა, ჩემთვის რა. კი. აი სულ ვეფერები, აი მინდა რომ კარგი იყოს და სეზონი და აი არ ვიცი, ძალიან დიდი მაქვს იმედი და სხვათა შორის ჩემი როკი არის ნარდოცმა. კი, ნარდოს მამის ხრიდან. კი, ედი არის. ძალიან დიდი შოვა ჩავდეთ და დღევანდელ დღეს ვერ ვნებოდი რეზის რა გზაში რომ ჩემთვის ხვალ ახალი წელია მეთქვა. ეგრე, მონადირეების ახალი წელია. დიმა რას დაამატებდი? მე რა უნდა დავამატოთ? შვიდობიანი წარმატებული სეზონი ვუსურვოთ ყველას. თავარია კანონიერად ვინადიროთ, კანონის პარაგრაფებში არ დავარღვიოთ. რაღაც არამონადირულის არ გავაკეთოთ და რა ვიცი, ყველას წარმატებებს ვუსურვებ, კარგ ნადირობას ვუსურვებ წარმატებულს. შვიდობით დაგვესრულებინოს ჩვენი რაც თავარია სეზონის გახსნა. როგორც შვიდად ჩამოვედით და შვიდობიანად ისე შვიდობიან დაბრუნებული ყავით ჩვენი ოჯახებში. ჯავახეთში გავჩერდებით 3 დღე გვექნება ნადირობის და მოკლედ წინ ძალიან ბევრი თავგადასავლები გველოდება. აბა ნახოთ ხალინდელი დილა როგორი გაუთენდება 2025-2021. ყველას წარმატებული შვიდობიანი სეზონის გახსნა გაიხარეთ და დაუცვათ ბუნება, სისუფთავე, აუცილებელი. ვაზნები. ავი. ლიმიტებს არ სხვადასხვა გადავარდა დღეს სამწუხაროდ იყო რაღაცა ფაქტები ჩვენო მეგობრებმა. გვითხრეს რომ უკვე კონდათ დადგმული ეს ელექტრომოწყობილობები და ძალიან ცუდია. და თავი შევიკავოთ მაქსიმალურად მსგავსი რაღაცეებისგან რომ ყველა მინადიროს. იცი რა, ჩვენ ხურის ძაღლებს. იმის მუღამი გვაქვს რომ ძაღლით ვინადიროს. ნაბული გააკეთოს და ნაბული გაეხა თუ მანოქჩათე და თუ კი ბატონო, მართალია. ძალიან ის არის რა, ჩვენ ფულს დებთ, აი მოდი რა ფულს თავი გავანებოთ. რესურსი. შრომას, რესურსს და ეგ. დროს, ენერგია. დღეს აი მე მინდა აღვნიშნო რა წეგა რომ ვიყავით. ჭამდით თქვა ირაკლიმ რომ ჩემს თოფსო იჟექტორები მოხსენიო რომ ტყუებს რომ ამოყრისო სადვეძებო ეს იცი ამ ხელა რაღაც არის აი მე დავაფიქსე ანუ ეს კაცი იცი რას ფიქრობს რომ იჟექტორები რომ ტყუებს ამოყრეს ეხა ძიშიო დავარდება რო არ ეძებოს იჟექტორები ჩახსნე რომ ამო ჯიბეს ჩაიდოს ეს არის მე არის შემოძავი არის მე სპეციალურად იჟექტორების გარეშე შევარჩიე თოფი. ჩემო მეგობრებო, ერთ რამეს დავაფიქსირებ ეხა ამ ვიდეოში. აქედან გამომდინარე რაღაცა ადგილობის ამბებიდან მე ვიცი რომ ჩვენ ჩვენთან რომ ყველას ისი არ გვაქვს მოწყობილი თემა რომ რაიონების კუთხით ვამბობ სადაც ნადირობის თემა ისე იმართება, რომ ვიღაცებს ელექტრომოწყობილობის თემის დაზმის რაღაცა სტიმული აქვს, ასე და ასე შემდეგ. ჩვენ არ გვაქვს და რომ ჩვენ ისეთ ადგილებში დავდივარ, სადაც ესე ვთქვათ, კარგად არის მწყერის თემა და ჩვენ ნადირობთ. ჩვენ გვესმის იმის, რომ თქვენ არ გაქვთ ისეთი თემა, რომ სადაც მწყერი არ მოდის ისე, როგორც საჭირო არის და ამიტომ იყენებთ ამ მოწყობილობას. მაგრამ მიუხედავად ამისა, გეხვეწებით და გთხოვთ, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ ეს თემა და მოუფრთხილდეთ გარემოს. რეზი აღნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ სადაც ვაპირებთ ნადირობას და დღეს გავიყვანეთ ძაღლები, ნახეთ საკმაო რაოდენობის მწყერი. იქ ზუსტად იმ ლოკაციებზე ქონდათ, ნუ გარშემო დადგმული ეს ელექტრომოწყობილობები და აპირებდნენ იმით ნადირობას. საბედნიეროდ ჩვენი მეგობრები აღმოჩნდნენ ადგილას და
ამოიღეს ეს მე განსაკუთრებით ვეუბნები იმ ხალხს, ვისაც მეტად უწევს ამ თემის გამოყენება. კი. მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. კი ბატონო. და არის პოზიცია რომ მე თუ არ დავდგი სხვა დადგამს. ანუ ეგ არის ყველაზე ცუდი მიდგომა. ვიცით რომ არ გაქვთ ისეთი მრავალი მწყერის მოპოვების თემა, მაგრამ მაქსიმალურად მოვთხოვთ. კი ბატონო. ნუ გავუჩვენებთ გადამფრენს მიგრაციას. იმიტომ რომ ხვალდაზე უფრო კარგად ნერვებს დავიჯერეთ. კი ბატონო, მართალია. მომავლის თემა არის. თავი შევიკავოთ, გაუფრთხილდეთ ბუნებას, მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი გავაკეთოთ. კი ბატონო, აბა ყველას კარგ სეზონს გისურვებთ. მალე დადგება ჩვენი ახალი წელი, მონადირეების ახალი წელი და ჩემთვის მალე გათენდება. აბა წავედით. დროებით, აბა ხვალ გემშვიდობებით. დილამშვიდობისა მეგობრებო. აბა ვირებით ვოთ გათენდა და ვიწყებთ ნადირობას. აი დაუპარკინგდით. აქ არიან ბიჭები, შემოგვემატნენ, ჩემი ძმა ჩამოვიდა, ბადრი ჩამოვიდა, ანდრია ჩამოვიდა, კოტე ჩამოვიდა და დაუმართი უფროსო 10 კაცი ვართ. ვიტყვით სადღეგრძელოს და აუცილებლად უნდა თქვა დღეს მონადირეების მფარველი წმინდანის სადღეგრძელო. აქამდე ხო იყო ჩოპინტრე? აუცილებლად უნდა თქვა, რადგან გვაქვს მაგის უფლება. სახელი გამოგხსენეთ. მოგეხსენებათ დაიწერა ხატი. სავაზელო ნადირობის ხალხური ძალი იმას ბელაია აქ ვერც კურნალოს აი ხა კურნალობენ პრინციპში ანდრია მოდი დავიწყოთ ნადირობას წარმატებები ბიჭებო წავედით ნარდევან მოდი აქ შეჩათლახო ჰანარდო აკეთ რეზი დაურეკე ვაჟას ნარდო აქ ვარ ჩემთან აკეთ წავედით აგეკიდე ჩამოვაგდე ნარდო ჰანარდო პარტიდო კრაკატივო ოჩახ აგე აი ბიჭი აი ბიჭი არაკ მაგაჩი ვე წესით უნდა კონდეს კაი ბიჭი ნარდო ჩამიგდე აჰა სადაა აბა არა აქ შიგნიდან არა გარედან გარედან კაი დაიგიდე გარედან არა შიგნიდანაა всё წავედით ოჩახ ნარდო ნახე აბა ნახე მე აჩი ბიჭი ოჩახ აი ბიჭი ოჩახ всё კაი ბიჭი ოჩახ ნარდო ოჩახ კაი ბიჭი всё Stop, დაჯექი. მოდი აქ. Stop. ყოჩახ. ვიპავე. აგე იკა დაიჭრა. ჩამოვარდა. ამოვარდა.
ნახე პირველმა ფეხები ჩამოკიდა. ნახე მაგი ვეღარ გაიქცევა. ნახე ბიჭო. აი დავწერეთ არის მაგ. აი მან თათვის მან ჩამოვა. აბა ნახე ბიჭო. აი ამ ნახე ნარდო. მაგი ვერც გაიქცევა, ფეხები აქ ორივე მოტეხილი. ფეხები ნახე როგორ ჩამოკიდა. აცვიდი. ნარდო. მიდი გიო, მიდი. აქა ვარ. ძაღლს უკნიდან დაუდექი. დავაი უთხარი, თორე გაექცევა. მიდი ახლოს გიო. ახლოს მიდი კიდე. წინ ნარდო. ყავს. ახლოში ყავს. აკა ნარდო არ გაფრენილა. ყავს მაგას. ეცი ბიჭო. აგი პატარა არის როლო, პატარა. ეგრა თითი. მოდი ნარდო, მოდი. მიდებული მქონდა. პატარა იყო. მოდი, კაი ბიჭი. როგორ არ ახტა, ხედავ. ველური მტრედები გიო. მოიცადე, ჩაიკუზე. აქეთ მოდი. კი, მუქსვესროლოთ. აცადე. მუქსვესროლოთ გიო. არ გაინძრე. წავიდა. ვერ ჩამოვიდეთ. დაგვინახა და. ნარდო. მოდი ნარდო. ნარდო. აქ არის. თავში აქვს მორწმუნე. ნარდო. ნარდო აქ არის. ნახე მოდი. აი. всё. აუ რასტო იგას. მაგარ ნაბულზე დგას ნარდეგანი. მიდი გიო. გაუმაზეთ. ესეც პირველი აცი. ნარდევან? ბიჭო, აი ძაღლი როა, წინ მეშინია ძაღლი. ბიჭო, აი როგორ არის, იცი? ვერ დაეწევა ისე უცებ რა. მოდი. ნარდო, მოდი. ნარდო, მოდი. ამაში ის ვარ. რა ჩართავდება, ხედავ? 60. ნარდო. ნახე მიდი. ამა ჩავყვეთ. ავარია მოუძებნი. ნარდევან? ბუმბულებს გავყვეთ. ნარდო მოდი აქ, მოდი. არა.
ნახე მიდი. ნახე ბიჭო. მიგო. აი, ჩაუ. გაია, მოდი. ჩაგდე. თუ გინდა არ დაიშორი. რა მნიშვნელობა? აუ, ტყვია არა, კლინტია. კლინტი. ნაცრისფერი როი. გადი. კაი ბიჭი. ბარაკა გოგი. წამო ჩავყვეთ. დავა, მაიცა ტყვია. თუ ვიდეოს ბოლომდე უყურე, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დაალაიქე, დააკომენტარე და შეძლებისაგვარად გადააზიარე, რომ უფრო მეტმა მონადირემ ნახოს და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩვენ შესახებ. რადგან ჩვენ ნადირობასთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობებს გავაკეთებთ, მათ შორის გათამაშებები გვაქვს, ვინც გვიყურებთ, გეცოდინებათ. წინა წელს გავათამაშეთ სანადირო თოფები და წელსაც იმედია გვექნება მაგის ფინანსები და მაგის სახსრები, რომ გავახალისოთ ჩვენი YouTube გამომწერები. მოკლედ, აი ამ ლამაზი ვიდეოთი დაგემშვიდობებით. წინ საინტერესო ამბები გელოდებათ. ყველას კარგ სეზონს გისურვებთ. კარგად დაიწყო სეზონი და მინდა რომ აი ესე წარმატებულად გაგრძელდეს ჩვენი 2025-26 წლის სეზონი. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო მაღაზია Magnums და გიორგის. ჩვენ არხზე დაემატა ახალი რუბრიკა, რომელსაც ქვია იარაღის ექსპერტი და ასევე ველოდებით თქვენს კომენტარებს, რა იარაღს ისურვებდით, რომ გადავიღოთ და გავტესტოთ. ტესტავთ მონადირულ ამბავში. არ არის ეს პროფესიონალური გატესტვა, ეს არის სამოყვარულო დონის გატესტვა იარაღის, რომელიც ყველა მონადირემ ფიქრობ, რომ უნდა ნახოს. ვაზნების გატესტვა, იარაღების გატესტვა, თქვათ, რამდენი მარცვალი მიიტანა, რა მანძილია სასროლი, თუნდაც ფრინველზე, თუნდაც ნადირზე, ასევე გადავიღებთ ხრახულიან იარაღებს და მოკლედ ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეოები იქნება ამ წელს. რადგან გვერდში გვიდგას ძალიან მაგარი კომპანია Drive Motors-ი, რომელიც მეშოკით ფულით გვამარაგებს და ასევე შემოგვემატა ახალი კომპანია Carrefour Auto Import-ი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ამ არხის სპონსორი. აბა დროებით, მომავალ შეხვედრამდე, მადლობა რომ გვიყურებთ.